სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ამ დებულების შეტანა არის უმნიშვნელოვანესი დელეგიტიმაციის გზაზე ივანიშვილის და მისი ბანდის ჩვენთვის კარგად უნდა იყოს გასაგები რომ ამ დებულების შეტანა ანუ ივანიშვილის კოშმარის ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას რომ ამერიკაში და დასავლეთში საერთოდ არასოდეს არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს ამიტომ ერთ-ერთი გზაა იმისთვის რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს ამ ჩიხიდან გეოპოლიტიკურიდან ქვეყანა გამოვიდეს არის ამ სისტემის დემონტაჟი იმიტომ რომ ივანიშვილის ეს სისტემა არასოდეს არ იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს დასავლურ ქვეყნებს გულისხმობ და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს მიერ და ყოველთვის იქნება აი ამ ლეგიტიმურობის პრობლემა და იზოლაციის პრობლემა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რა თქმა უნდა ასევე ის ვიზიტი რომელიც ხორციელდება ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მიერ ამ ვიზიტის მიზანსაც წარმოადგენს ის რომ დელეგიტიმაცია დაკანონდეს უფრო ოფიციალურ დონეზე მათ შორის მეგობარი აქტი გავიდეს და რა თქმა უნდა ამ დებულების შეტანის შემდგომ მეგობარ აქტს ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს რომ ძალიან მალე ვიხილოთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ივანიშვილის და მისი ბანდის სანქცირების პოლიტიკა და ქართული ხალხის ბრძოლის ხარდაჭერა. ბატონები, ამ თემაზე აი როდესაც ვიცოდით რომ ქვედა პალატაში იყო გაგზავნის შემდგომ უკვე სენატში რომ დამტკიცდა გადაგზავნის შემდგომ კომისიაზე მოვისმინეთ რომ მათ შორის ტიპკოინისგან კონგრესმენისგან რომ მოკვდა და ჩავარდნილი იყო მეგობარი აქტი აი ხომ არ უკავშირდება რას უკავშირდება ხო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება და ფაქტია კონგრესმენმა ჰელსინკის კომისიის ხდომაზე განაცხადა რომ ჩავარდნილი იყო რაღაც პოლიტიკის მიზეზით დასახელდა და ბიზნესის თემის გამო და მეორე მხრივ ხედავთ ამ განცხადებას ანუ სიამდვილეში ძალიან თანამდებობრივი არის ამერიკის პოლიტიკა. ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ივანიშვილი არის დასანქცირებული, სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული, ამიტომაც ამ სწორედაც რომ პოლიტიკის გაგრძელება გახლავთ, ამ დებულების შეტანა, არაფერი არათანამდებობრივი და არადეკვატური არ ყოფილა, უბრალოდ არსებობდნენ სენატორები, რომელთაც აქვთ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ფრთხილი პოზიცია, იმიტომ რომ მათ კარგად არ ესმით კიდევ ივანიშვილის რუსული ბუნების არსი იმ მხრივ, რომ მისი გამოსწორება, მისი კონსტრუქციულ ფარგლებში გადმოყვანა არის შეუძლებელი უკვე და ყველა რესურსი ამ მხრივ არის ამოწურული, როგორც ქართული ხალხის ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ასევე ნათქვამია რომ ყველანაირი აქტივობა, რაც უკავშირდება აღიარების პოლიტიკას ხელისუფლებასთან, უნდა იყოს აკრძალული ხომ ამ შესწორებულ წინადადებაში და მაშინ, როდესაც ქვეყანას წარმოადგენს სახელმწიფო და ხელისუფლება და მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ შემწყნარი სტრატეგიული ურთიერთობები უნდა აღდგეს, რამდენად წარდგება ეს რეალურად სანამ რუსეთის აგენტი ყავს ხელისუფლებაში, არანაირი რა თქმა უნდა წადგომა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებისთვის და რაღაც წახალისება და გამოსწორება დასავლეთთან ურთიერთობაში არ იქნება. ეს კაცი არის ოფიციალურად აღიარებული რუსეთის აგენტად, ამის გამო არის სანქცირებული, მათ შორის ბანდა, რომელიც ხელისუფლებაში ყავს, არის მიტაცებული ძალაუფლების მქონე, გაყალბებული არჩევნების შედეგად და ამის შემდგომ ყოველდღიურ რეჟიმში არის დევნა პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის ნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბაშვილის დაკავება პოლიტიკური განცხადების გამო. ამიტომაც რა თქმა უნდა ამ პირობებში ხა არავინ არ არის დამნაშავე გარდა ივანიშვილისა და მისი ბანდისა, რომ ამ ძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. და არის თუ არა ეს გააქტიურება საერთაშორისო დონეზე და მათ შორის ჯონსონის გააქტიურება იმ ლობიზმის შედეგი, რაშიც მოძრაობა მათ შორის ბოლოს გამოქვეყნებული ფარასკოთანი გულისხმობს $360,000 გადაიხადა ამ ლობიზმში. რა თქმა უნდა შეურაცხყოფაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების რომ თურმე სახელმწიფო პოლიტიკა გარკვეულ ასე ვთქვათ მხოლოდ და მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას უკავშირდება და ამერიკას არ აქვს თავისი სახელმწიფო პოლიტიკა კონკრეტულ ქვეყნებთან და რეგიონებთან დაკავშირებით და მხოლოდ ლობისტთან დაკავშირებით შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადად ლობისტურ საქმიანობა არის კანონიერი საქმიანობა მაგრამ შეგახსენებთ რომ ლობიზმით რო საქმე კეთდებოდეს ივანიშვილი ნამდვილად ყველას გაგვასწრებდა იმიტომ რომ მას რა ფულიც აქვს დახარჯული ბოლო წლების მანძილზე იმის ნახევარიც არ აქვს დახარჯული ნაცვლ მოძრაობას მაგალითად შემდეგი ვაშინგტონში შეხვედრები გიპასუხეთ უკვე ხო არ უკავშირდება ძალიან კრიტიკული ზოგადად ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ვიზიტი რა თქმა უნდა უკავშირდება ივანიშვილის და მისი ბანდის სანქცირებას მათ იზოლაციას და ქართული ხალხის ბრძოლის ხარდაჭერას. რა თქმა უნდა ეს არის გაცხადებული მიზნები, რომელზეც თვითონ არც ეს ლიდერები ერიდებიან საუბარს, არც ჩვენ არ ვალავთ ამას და ყველა მიცის კარგად რომ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს უპირისპირდებით. ივანიშვილის რეჟიმი ქართული სახელმწიფო არ გახლავთ, ქართული სახელმწიფო გახლავთ ქართული ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლებით. ივანიშვილის რეჟიმი არის რუსეთის აგენტური ქსელი, რომელიც ქვეყანას მიაქანებს გეოპოლიტიკურ ჩიხისკენ. უბრალოდ ფული რომ არის გადახდილი, ამიტომ ხო არა. შემდეგი კი. რამდენჯერ გიპასუხეთ ახლა უფრო მაშინ როდესაც ოპოზიცია შეუძლია იყოს გარეთ. ხო გავხოცდები ახლა შენ კითხვის. მაშინ როდესაც შეუძლია ოპოზიციას წევრებს, რომლებიც აკავებულები არიან, იყვნენ გარეთ, მაგალითად ხოშტარია, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს გირავ და ჩაერთოს
პროცესებში რატომ ირჩევს ციხეში ყოფნას, მანამდე იყო შიმშილობა, არის თუ არა ეს თვითაზიანება და ზოგადად მათი გადაწყვეტილებები აზიანებს თუ არა ოპოზიციას. არა, ჩვენ პოლიტიკური პატიმრები ყავს, არა იმის გამო რომ ამ ხალხს უხარია რომ შვილებს და ოჯახისერებს არ ნახულობენ, არამედ იმის გამო რომ ივანიშვილს აქვს რეპრესიული პოლიტიკა და ამ რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო გამბედაობას იჩენს. იგივე წარმატებით აბრალებდნენ ყველა ავტორიტარულ რეჟიმში, რომ არ გამოსულიყო ქუჩაში, არ დამდგარიყო, არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და არ მოხდებოდა მისი დაკავებაო. იგივე ლოგიკა გახლავთ. ადამიანებს აიძულებენ, რომ არ იყოთ აქტიურები, არ იყოთ ოპოზიციურად განწყობილები და ხო არ დაგეჭერნენ. თქვენ თვითონ აჭერინებთ თქვენ თავს და სინამდვილეში ეს ხალხი უბრალოდ იბრძვის და სხვა გზა არის ის, რომ უბრალოდ შეეგუოს დიქტატურას, რომელიც ქვეყანაშია განმეორებული. საუბარი მოხდეს 4 ოქტომბრის გეგმაც არსებობს, რატომ არჩევენ ეს ადამიანები ციხეში? არ არჩევენ გეუბნებით, აქ იხსნით, ანუ რომ ეს არის ძალიან მარტივად, როდესაც ადამიანები იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ, სამოქალაქო გამბედაობის აქტებს აჩვენებენ და ამის გამო რეჟიმი მათ აკავებს, შემდგომში კი ამბობს, რომ აი რო არ წამოსულიყვნენ ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენ უკანონო კანონებს რო დახტავდებოდნენ, ჩვენ წინააღმდეგ რო არ ებრძოლათ, ისინი ხო ციხეში არ იქნებოდნენ და სიმბოლში მათი არჩევანი ციხეო. ეს არის ავტორიტარული რეჟიმების ლოგიკა, რომ დააბრალონ არა დაკავებულებს, რომ თურმე თითქოს დაკავებულებს სურთ, რომ აი ციხეში იყვნენ გამოკეტილები და არ ნახონ ოჯახის წევრები და ივანიშვილს არ სურს და უწევს სამწუხაროდ დაკავება განსხვავებულად მოზრუნე ადამიანებს. თქვენი პასუხი პრემიერის განცხადებაზე რა აჭერინებენ თავს. ვიპასუხეთ უკვე, ერთ-ერთი სამწუხაროდ გუჩაობენ, რომ ეს არის თვითაზიანების გზა, რომ მაგასაც უყურებს. ან მართლა უცრო უპასუხოთ. რა თქმა უნდა, ყველა ავტორიტარულ რეჟიმს პასუხი ექნება მარტივი. თუ მათ გონიათ, რომ ვინმე ამ ასე ვთქვათ რეპრესიულ კანონმდებლობას, რეპრესიულ ზომებს შეუშინდება, ძალიან ცდება, მათ დიდი დღე არც დარჩენიათ, თუმცა სანამ იქნებიან, მანამდე არ შეგვეშინდება, გავაგრძელებთ ბრძოლას და ამ ბრძოლაში დაკავება არის არა ამ ადამიანების არჩევანი, არამედ ივანიშვილის არჩევანი, რომ დაამყაროს საქართველოს დიქტატურა და ყველა სამოქალაქო გამბედაობის აქტი, ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანი დასაჯოს რეპრესიის გზით. ჯოუსონზე რომ ვიკითხავ, უბრალოდ ვაშინგტონში ყავ თქვენთან ამუნდელებზე ვიკითხავ, რომ შეგვიფასოთ რა არის მათი მიზანი, როგორც ვკითხულობთ ურთიერთობების გადატვირთვა. ეს ხო ვიპასუხეთ. კი, არა, თვითონ ვაშინგტონში მყოფი ნაბოკუჩაოზე ლევანსონი ცისკაშულზე ვკითხულობ. შეხვედრების მიზანზე. კი. კაი, კიდევ ერთხელ გიპასუხებ. კი. თვითონ ვაშინგტონში. ხო. ნაცნობ მოძრაობის ლიდერები იმყოფებიან ვაშინგტონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელიც არის ამ ივანიშვილის ბანდასთან დაკავშირებული, ეს არის სანქცირება და რა თქმა უნდა იზოლაცია და არაღიარება დიქტატურის განფორმებელი ხალხის და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ხალხის ხარდაჭერა. მეგობარი აქტი და ზოგადად ამერიკის აი პოლიტიკურ ელიტაში არსებული განწყობა საქართველოს მიმართ გულისხმობს მარტივ რაღაცას. სანამ რუსეთის აგენტი ყავს ხელისუფლებაში, მანამდე გაგრძელდება ეს პოლიტიკა, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღდგება, მაგრამ იმ შემდგომ რაც ივანიშვილი შეიცვლება და სათავეში მოვა ეროვნული ხელისუფლება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები, როგორც ვაჭრობის, ისე უსაფრთხოების, ისე სხვა მიმართულებებით. ვიზიტების ახალგაზრდა შემდეგ შეიძლება ვიზიტი ხო, ლიკას არ დაუსვამს. მინდა შეგაფასებინოთ, მან ყოფილ თანაპარტიელებს კიტიშვილს და პარტიას უწოდა დროებითი პროექტები. და თქვენ მას თქვით. მე შუაში ვარ. შეაფასეთ უბრალოდ ეს განცხადება. ოხ, ბერდი ესე ჭინა. ანუ ვის უწოდათ კიტიშვილს და აკუბარდიას? ყოფილ თანაპარტიელებს. ხო, ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა მოკლევადიანი პროექტი, ჩვენ ნახეთ, რომ მათ უარი თქვეს ფაქტობრივად ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მათი ლიდერი სრულიად გაუაზრებელი რიხით ერთვება ბერლინიდან და პოლიტიკურ პატიმრებს ვაჟკაცობისკენ მოუწოდებს, რომელიც ზუმით ებრძვის რეჟიმს, ამიტომაც რა თქმა უნდა ამ ძალის რეალურ, ასე ვთქვათ, ძალაზე და რაღაცა რეალურ პერსპექტივაზე საუბარი ცოტა უხერხული არის. მოიცა იმედმოდი. კარგი, გოგო, 12-იანი გქ 11-იანია. ვიზიტების ხაზს გავაგრძელებ თუ შეიძლება, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე განხარია ბერლინშია, უპასუხო უკვე მაგ. სხვა რაღაცას თუ არ სვამავ გითხოვს. განხარია ბერლინშია. ეგ ვიცით. კანდიდატთან ერთად არის ბრიუსელში. რატომ ამჯობინეს მოსახლეობასთან შეხვედრას ქვეყნიდან წასვლა და უცხოელ პოლიტიკოსთან? არა, ხო, არა. ანუ ზოგადად ან რომ შევაფასოთ ზოგადად თქვენ ზოგადად მათ პოზიცია ხო ვიცი ხა, მაგრამ ნუ ეხლა მაგ კონტექსტში რა ჩვენ არჩევნებს არ აგვიქონთ პროცესად და ამიტომ აქ შეხვედრებზე ვერ გეტყვი ხო. ამასთან დაკავშირებით მე ვსკოდეთ, რომ ოპოზიციას ქონდა ზოგადად დაანონსებული მათ შორის ერთიანად. როგორ შევაფასებთ უბრალოდ როგორ არა, ანუ ზოგადად ახლა მარტო რაღაცას გეუბნები, ნახე კონტექსტი სწორად რომ თუ ზოგადად მისვამ შეგეთოს ლეილოს და გახარიას სინას არჩევნო გამაც ახლა კონკრეტულ ვიზიტებს მე ხო არ ვაფასებ, ანუ მოსახლეობასთან შეხვედრა. არა, ხო და მაგ კონტექსტში, ხო და
კონტექსტს ანუ აზრობას რას ვშევ თქვენთან შემდეგიც ამბობენ გარემო ნაწილობრივ გაგრძელება მაქვს უბრალოდ თქვენზეც მოგეთქვა ერთი ნაციონალურ მოძრაობასაც აანონსებდა რამ ერთი თვის წინ იყო რომ მოსახლეობას უნდა შეხვედრო და საკუთარი გზავნილები უნდა გაეშღერებინა აი რატომ ვერ ნახეთ ეს შეხვედრები აქტიური კამპანია არა ზოგადად შეხვედრები მუდმივად არსებობს მათ შორის ლევან ხაბეშვილიც ხდებოდა ანუ ლევან ხაბეიშვილი დაკავებამდე ყოველთვის ასე ვთქვათ იყო ხალხში გასული ველზე იყო მათ შორის ჩვენც სხვა წევრები ნაციონალ-მოძრაობის ვართ ყოველთვის ველზე გასულები ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანს სატელევიზიო ასე ვთქვათ ეთერში უნდა გადაიცემოდეს ყველა ჩვენი გასვლა და შეხვედრა ამორჩეველთან ჩვენ არ დაგვიყვარყოს კონტაქტი ჩვენს ამორჩეველთან მათ შორის არც საქართველოს მოსახლეობასთან არამედ არაერთი რა თქმა უნდა სატელევიზიო მტკიცებულობას იყო და ვიდეო მტკიცებულობას მაგრამ გარდა ამისა უბრალოდ ძალიან მარტივად არის საქმე 4 ოქტომბრისთვის ხდება მობილიზება საზოგადოების, რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ fake process, ამაზეც კი პასუხებთ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, ამის არ ჯერა არავის, თვითონ არ ჯერა იმ ხალხს, ვინც იღებს მონაწილეობას, თვითონ ხოცემაც იციან, რომ ეს ეგრეთ არჩევნებად ვერ გასახდება და ვერც ასაღებენ, რაც შეეხება ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც არჩიეს რაღაც სპეცოპერაციაში გარკვეული როლის მორგება, მათ კარგად გაიაზრეს ალბათ, რომ ატარებენ ყველაზე ტრაგიკომიკურ კამპანიას, რაც არსებულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხოცებთან ერთად, იმიტომ რომ რეალურად არჩევნები არ არსებობს, რეალურად კონკურენცია არ არსებობს, ხალხში სანდოობა ზოგადად პროცესის მიმართ აღარ არსებობს, ამიტომაც არის ნამდვილად სპექტაკლი და სპეცოპერაცია, რაც ბოლო თვეების მანძილზე ხდება ამ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ანუ თქვენი კითხვის პასუხიც იყო, ხო? არა, სასაუბრო აქვს დასავლეთთან, იქ აქვს ვიზიტები და რეალურად ხალხში ნდობა აქვს დაკარგული ემათაც მომხდარა. კაი, მოგასუხებ, გეხოცები რა უგასუხებ რა. ანუ დასავლეთში ვეღარ ხვდებიან თვითონ გამუნერიქიდან რომ არიან იზოლირებულები. აქამდე დიდი სამბით ჩადიოდნენ ხოლმე დასავლეთში, როცა მიესვლებოდათ, ეხლა არიან გაბრაზებულები იმის გამო, რომ თვითონ ვერ ჩადიან ვერც ევროპაში, ვერც დასავლეთში, ისინი არიან იზოლირებულები, კეთროვნები პოლიტიკური და ამის გამო არიან გაბრაზებული იმ ხალხზე, რომელთაც დიახაც კარგი ურთიერთობა გვაქვს ნაციონალურ მოძრაობას თუ გულისხმობთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. ხარდაჭერა გაქვს. ხალხის ხარდაჭერასაც ნახავთ 4 ოქტომბერს. ესეც რომ გითხრათ რა არაერთხელ გითხრათ, მაგრამ მოვალატებად მიგაჩნიათ ლეილო გახარი ანუ ხალხს აი ეხა მანდამეს ამ ტერმინს მეტი რა უნდა ვთქვა ეხა ყველაფერი ვთქვი რა ვიცი მანდამეს ხო ვაგინებ ეხა ხალხს და არა სხვა რა არაერთხელ მithქოს და ეხაც ეხა არანაკლებ წვავ განცხადები გავაკეთეთ ეხა ეს მითხარი ეხა ისეთ სუდად ჟღერს დამიჯერ ხო 4 ოქტომბრის ეთნაციონალურ მოძრაობის სხვა პარტიების გეგმა მშვიდობიან დაახლოებასთან დაკავშირებით არა ძალიან მარტივია როდესაც ერთ დავამატებ ამაზე იმიტომ რომ ვიცით რომ მინისტრთა კაბინეტის წარდგენა უნდა იყოს სამი ლოკაცია იქნებოდა ყოველდღე ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ და პასუხები ყოველდღე ერთი და იგივეა რამე სიახლე თუ შეგიძლია არა სიახლე არ არის მაგრამ თუ გინდათ იგივეს გიპასუხებ როდესაც ვსაუბრობთ 4 ოქტომბერზე ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ქვეყანაში რეჟიმი არის არალეგიტიმური აგერ ნახეთ დებულება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ყველა სხვა ორგანოს აქვს ვალდებულება უბრალოდ არ ითანამშრომლოს და არ აღიაროს ეს უკანონო რეჟიმი მათ შორის რა თქმა უნდა ხედავთ რომ ვერანაირი გარღვევა დასავლური იზოლაციის ხრივ ვერ ხდება ქვეყანა არის აბსოლუტურად კატასტროფის ზღვარზე და ამ დროს ერთ-ერთი გზა არის ცვლილებების გზა არის ქუჩაში ცვლილებების გზა იმიტომ რომ არჩევნები უბრალოდ გაუქმებულია ქვეყანაში ასე რომ 4 ოქტომბერს არის აი ამ ცვლილებების დღე საქართველოში და ჩვენ ყველას მოუწოდებთ რომ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ და არ შეიკრიბონ აი ამ სპეცოპერაციის და აი ივანიშვილის სპექტაკლის და სპეცოპერაციის პუნქტებთან, ანუ ეგრეთ წოდებულ უბნებთან. და მშვიდობიან ბოდიში და მშვიდობიან დამხობა რამდენად ჩდება ერთმანეთში სიტყვათა. ხო, ეს რა რაღაცა იცით, აი მართლა გულწრფელად ბევრი ტერმინი არის გამოყენებული ყველა ასე ვთქვათ პოლიტიკოსის მიერ, ყველა ქვეყანაში, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოში, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილოთ რომ იხმარო, აი მაგალითად, მხოლოდ ეს ტერმინი, მხოლოდ დამხობა რო იხმარო სიტყვა, ან სხვა რაღაცა პოლიტიკური სიკვდილი, მაგრამ კვლელობა პოლიტიკური რაღაცა, ესეთი რაღაცა, ან განძარცვა პოლიტიკური. აი ყველა სხვადასხვა ტერმინი შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსში ქონდეს კონკრეტული შესატყვისი, ხო? მაგრამ როცა პოლიტიკოსი ხსნის რას გულისხმობს, რომ ამბობს, რომ აი როგორც ფაშინიანმა მოახდინა, როცა თმის ღერი არავის არ ჩამოვარნია, რომ ეს არის მშვიდობიანი ცვლილების გზა, რომელიც არის საერთაშორისო სამართლით გარანტირებული. ახო კითხვის ნიშნები არ ჩდება. ეს რო ყოფილიყო მათ შორის რაღაცა ითქვათ, ვიდეო მტკიცებულება რაღაც ჩუმად მოპოვებული, სადაც იყო უბრალოდ ადამიანის ჩანაწერი და იქ საუბრობდა ესე ხო არ იყო ადამიანი გამოდიოდა მათ შორის როცა საუბრობთ ლევან ხაბეიშვილზე როცა უკანონობაში დებენ ბრალს და ეს ადამიანები ღიად ხსნიდა რას გულისხმობდა ამ სიტყვათა შეთანხმებაში ხო ძალიან მარტივი გახლავთ ასე თუ მიუდექი რა თქმა უნდა ეს არის ყველა დიქტატურული რეჟიმის
ბუნება, რომ ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილოთ, რომელიღაც სიტყვის ხმარების გამო ადამიანს დაიჭერდა ექსტრემისტის იარლიხს მიაწებებ, ხო? იგივე სურვილი აქვს დღეს ივანიშვილის ბანდის წევრებს, რომ მოახდინონ, რა თქმა უნდა, მათ შორის რა თქმა უნდა დისკრედიტაცია ყველა ტიპის ოპოზიციონერის და საქმიანობის და მათ შორის რეპრესიების ახალ ტალღას დაუდონ საფუძველი. და მაშინ როდესაც ფუჭრაძემ თქვა, კონკრეტული დრო დაასახელა 8 საათი, როდესაც უკვე უნდა იყოს შემდგარი ეს მშვიდობიანი რევოლუცია, როგორც უწოდებთ, და ამასთან დაკავშირებით მართლობის განცხადება არის, რომ წინააღმდეგობა იქნება, თუ რაღაცა მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით მიზნების განხორციელება დაიწყება, როგორ აპირებთ ამ მშვიდობიან დამხობას ამ რამდენად რეალურია რაღაცა. ეს რა ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი რწმენა, რომ ქართველი ხალხი არის ისეთი გაბრაზებული, როგორც არასდროს, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს და მის ბანდას იმის უფლება, რომ დაამყარონ დიქტატურა საქართველოში და მათ შორის მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის ბანდა შიგნიდან არის ჩამოშლილი და ეს ძალადობის ვერტიკალიც არ არის გასწორებული, ანუ გულისხმობს ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც იყვნენ ჩართულები მასობრივ ძალადობაში თუნდაც 1 წლის წინ. ეს არის ჩვენი რწმენის მათ შორის საფუძველი და ამ ყველაფერს ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ. ბოლო კითხვა. ბოლო კითხვა რა არის? ვინახეთ იმედმაც დასვა და ცოტა კონტექსტ შევცვლი უბრალოდ ანუ მართული პარტია საუბრობს იმაზე რომ აი დირექტივებს იღებს ოპოზიცია მუდმივად გარედან და თქვენც ხომ არ ფიქრობთ რომ მიიღებთ დირექტივას? წასვლა მათ შორის აი ვაშინგტონში ნაციონალური მოძრაობის წასვლა რაიმე ფორმით შეიძლება უკავშირდებოდა ანუ იმდენჯერ უპასუხე ამ აი ამ რამდენჯერ უპასუხე ერთ ეგეთოს მართლა დავიღალე. აი მაშინ ამ კონტექსტში გიპასუხებთ ადამიანებს რომლებიც არიან ივანიშვილის ბანდის წევრები, მუდმივად ჰქონდათ ხოლმე ვიზიტები ამ ევროპისა და ამერიკის ქალაქებში, მაგრამ იმის გამო რომ არიან სანქცირებულები, იზოლირებულები და პოლიტიკური კეთროვნები ვეღარ ჩადიან. ამის გამო არიან გაფრაზებულები და კარგ ურთიერთობას და ვიზიტებს აი ამ პროპაგანდისტულად ნიღბავენ. სინამდვილეში ძალიან მარტივად არის საქმე. ჩვენაც მომზრობას გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენ დასავლეთ პარტნიორებთან, ამიტომაც ხშირად ჩავდივართ, საუბრობთ ივანიშვილის ბანდის სანქცირებაზე, ქართული ხალხის ხარდაჭერაზე და ასეც იქნება, იმიტომ რომ დიახაც დასავლეთი უჭერს ხარს დემოკრატიულ ძალებს, რუსები და ავტორიტარული ბანაკის ქვეყნები უჭერენ ხარს ხოცებს. თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ეს არ არის არჩევნები ჩვენთვის ხო იცი და არჩევნები რო არ არის ჩვენთვის ხო იცი რა კითხვის ნიშნებს აიჩენს. მე გითხავთ ბერგია სიჭინა რაღაც ცოტა ნებისმიერი რადიკალური სცენარი არის მიუღებელი ჩვენთვისა და არც ერთი წუთით არ ვიქნებითო აი ამ პროცესებში ეს ხალხი ისედაც სუმით არის პროცესებში, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ისედაც სუმით არის ჩართული და ისედაც არ იღებენ მონაწილეობას, ამიტომაც რაღაც ახალი არ უთხოვს ამ ადამიანს. მადლობა. კადრები და თორემ მეჩქარება რაღაც შეხვედრა მოხდა. და ერთ კითხავთ რომ გაბრაზებული ხალხი რატომ დაპირისპირებას თუ ასეთი ემოცია მე ანუ დაპირისპირებას ივანიშვილის ხრიდან ხა არ უძახა თუ მოუნდა შეიძლება ეხაც დაგვიპირისპირდეს ხა მაგას ივანიშვილის ხრიდან ხო არ ვეძახი რასიზმს და როგორ იზამს და ჩვენი მხრიდან ვიძახი. კარგი, 4 ოქტომბერზე ვისაუბრეთ. ჩვენი მხრიდან მოვთხოვე რომ მშვიდობიანები ვართ და ვიქნებით ხო. ზოგადად. ჯერ კადრები მე არ მინდა ვეშავ. თქვენ გადაიღეთ კადრები მე კითხავს დავსვამ. ვეშავ. ერთ კითხავს დაიწყო. ქართულ ამერიკულ აუ არა რა, მართლა მეჩქარება კაცო. მაშინ ესენი კადრებში გადაიღება. ქართულ ამერიკულ კარგი მე არ მჭირდება კადრები და რეგზე გავუშვით. ხო, ქართულ ამერიკულ ურთიერთობებზე ეს ჯოუსონის მიერ გაკეთებული განცხადებები რა გავლენას მოახდენს ქართულ ამერიკულ ძალიან ბევრი გიპასუხეთ, მართლა აღარ ვაპირ, მართლა მეჩქარება. 27 აქციაზე სიახლე არის. რა კითხვა, მაგას ხო თამისვით შეკითხვა და რა მე ამბობენ რომ ეს უილსონის ესეთი რადიკალური განცხადებები თვითონ ქვეყნის პრესტიჟს დააყენებს ეჭვის რომელ ქვეყნის პრესტიჟს? როგორ ამერიკის პრესტიჟს? წარმომადგენლები საქართველოს პრესტიჟს დააყენებს ეჭვის რომ ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამ ადამიანებს აფინანსებს ნუ ვიცით ხო ვერაფერი ვერ გავიგე მართლა უილსონის კავშირი ლობისტურ კომპანიასთან იმ ლობისტურ კომპანიასთან და ანუ ამერიკის რეპუტაცია დაზიანდება? ეს ხო გუშინ დაასაჯაროა ფარა და მე და ანუ ამბობენ რომ ესეთი განცხადებები გულისხმობ ჯო უილსონს რა განცხადებები ძალიან დიდ ბოდიში ერთამით არა ერთამით ანუ ბოლო ჯერ ხსემთ პასუხს იმიტომ რომ ერთ ეგ ვიკითხავს რომ მაინც სხვადასხვა ფორმით ანუ საქართველოს მართავს რუსეთის ოფიციალური აგენტი ეს აგენტი არის დასანქცირებული ამერიკის მიერ სწორედ რომ ის გამო რომ თავისი აგენტურული საქმიანობით ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრიდა ეს პოლიტიკა ეფუძნება ძალიან მარტივ თემას, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული, რომ ქვეყანას მართავენ რუსეთთან მართული
ასე ვთქვათ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ივანიშვილის მეთაურობით. ეს პოლიტიკა არის უცვლელი და ეს პოლიტიკა გრძელდება სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული, ივანიშვილი არის სანქცირებული და ასევე მისი სხვა ბანდის წევრები არიან სანქცირებულები. ამიტომაც არანაირ გავლენას არ მოახდენს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ცუდ გავლენას ჯო უილსონის განცხადებებით მათ შორის და ეს ლობისტური კამპანია. ქართულ-ამერიკულ მორჩად ბოლო-ბოლოჯერზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე რა გავლენა მოახდენს? გეუბნებით, რომ ადამიანი მართავს ქვეყანას, რომელიც არის სანქცირებული რუსეთის აგენტობის გამო. მისი ბანდის წევრები არიან სანქცირებულები. სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერეს. ანუ ლოგიკური დასკვნა, ხო? რა არის მიზეზი ჩვენი ურთიერთობების გაუარესების? კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადებები თუ საქმიანობა, თუ ივანიშვილი და მისი ბანდა, რომელმაც დასავლეთიდან ჩაგვხსნა, რომელიც გვემუქრება უზომნუსლის შეჩერებით, რომელიც გვემუქრება, არ ვიცი, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებით და სრულად მხოლოდ ავტორიტარულ ბანაკში მოქცევით. არ ვიცი, ხო უნდა გაუსურვოთ ოდესმე სიმართლეს თვალე, არ ვიცი, რა შეგვიძლია. კადრებს ვიღებთ ხო ახლა? ჩვენ მოურჩით კადრები. კადრები გადავიღოთ 4 ოქტომბერს გითხავთ მას შემდეგ რაც თქვენი ეფექტივი ლევან-ხაბიშვილი დააკავეს რაიმე მიმართულება ხარ შეცვალოთ კაი, ბოდიში. დახვედით? როგორ შეცვალეთ გეგმა? კითხვა თუ კადრებს ვიღებთ არა, ნუ რა უნდა შეცვლილიყო ახლა რა ვიცი, ახლა მშვიდობიანი აქცია ისეც და ასეც და ახლა რაღაცა ერთი ადამიანის დაგავება რა თქმა უნდა ლიდერი იყო და პატასთან ერთად თავარ გამწევი ძალა არის და იყო ამ პროცესის და კამპანიის ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს კამპანია და საქართველოსთვის ბრძოლა შეჩერდება. რამდენად ფიქრობთ რომ თქვენი გეგმების მოყვანას ეს რა თქმა უნდა ფიქრობთ და უგწავს ამის როგორ გწამდეს არც ვიქნებოდით ამ საქმეში. რესურსი რამდენად არის ანუ რატომაც რა მიზეზებით ჩამოთვალე და რა არგუმენტებით ჩამოთვალე ეგ არის იმის საფუძველი რომ ვიფიქროთ რომ არსებობს კარგი დრო მაგ ყველაფრისთვის.